გამარჯობა, ეთერშია ქრონიკა 17-ზე გამოშვებაში ნახავთ. ისრაელმა ირანის სამხრეთ-დასავლეთით ორ რაიონზე ახალი ავიაიერიში მიიტანა დაზიანებული აეროდრომი და რკინიგზა. შინაგან საქმეთა მინისტრი ოფიციალური ვიზიტით აზერბაიჯანის რესპუბლიკაში გაემგზავრა. ნიკა გვარამიას პატიმრობა შეეფარდა, ის უკვე რუსთავის სასჯელ აღსრულების დაწესებულებაშია გადაყვანილი. საქალაქო სასამართლოში გამართულ პროცესზე გვარამია არ გამოცხადა და რუსთავის მე-12 პენტენციურ დაწესებულებასთან მივიდა. პარლამენტის დროებით საგამოძიებო კომისიაზე გამოუცხადებლობის გამო ნიკა გვარამიას აღკვეთის ღონისძიებად 30,000 ლარიანი გირაო ჰქონდა შეფარდებული. მან გირაო არ გადაიხადა. მოსამართლემ პროკურატურის მოთხოვნა დააკმაყოფილა და ნიკა გვარამიას აღკვეთის ღონისძიების სახით შეფარდებული გირაო პატიმრობით შეუცვალა. რატომ უნდა გადამეხადო? მე მივიღე ის გადაწყვეტილება, რომელიც ჩემი შინაგან რწმენით და საქართველოს კანონმდებლობით იყო სწორი. არ გადაიხადა აღკვეთის ღონისძიების სახით განსაზღვრული გირაოს ოდენობა, ასევე ამას დაემატა ის გარემოება, რომ ბრალდებული არ წინას ხდომაზე, არ დღევანდელ ხდომაზე არ გამოცხადდა, რაც პირდაპირ მიუთითებდა მისი მხრიდან მომდინარე საფრთხეზე, რომ მომავალშიც არსებობდა მისი მხრიდან თუნდაც მიმალვის საფრთხე. ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, ვინაიდან არსებობდა უფრო მკაცრი აღკვეთის ღონისძიების გამოყენების საფუძველი, ჩვენ დავაყენეთ შუამდგომლობა, რაც გაიზიარეს სასამართლომ და ბრალდებულ ნიკა გვარამიას შეუფარდა პატიმრობა. ეს არის პირდაპირ თავის არიდება და მართლმსაჯულებისთვის ხელის შეშლის მცდელობა. რაც არ უნდა პოლიტიკური არაღად პოლიტიკურ თამაშებში ჩაერთოს ბატონი გვარამია და მისი კოლეგები, ფაქტი ერთია, მათ დაარღვიეს კანონი და ძალიან სამწუხაროა, რომ ისიც და მისი კოლეგებიც ამ კანონის დარღვევას და შემდგომ პროკურატურის რეაგირებას ახდენენ ხოლმე, აქცევენ ხოლმე პოლიტიკური თამაშების ერთ-ერთ იარაღად. პირველი შემთხვევა არ არის, რასაც ხედავთ ზოგიერთი პოლიტიკოსის მხრიდან კანონის დარღვევას. ეს ყველაფერი ხდება მიზანმიმართულად, თუმცა როდესაც ჩვენ არ ვღებ კანონს, რა თქმა უნდა, პოლიტიკოსის სტატუსი ვერ იქნება ამ ყველაფრის ფარად. რა თქმა უნდა, ხელისუფლება იმოქმედებს კანონის ფარგლებში. თბილისის საქალაქო სასამართლო პოლიტიკური თანამდებობის პირების შეურაცხყოფის ფაქტებზე იმსჯელა. სასამართლო ალიკო ელისაშვილი და ეკა მიშველაძე 4,000 ლარით დააჯარიმა. შინაგან საქმეთა სამინისტროს საჩივრით ფრაქცია ქართულმა ოცნებამ მიმართა. იმ პირების მიერ, რომელიც გასცდნენ გამოხატვის თავისუფლებას და მათმა გამონათქვამებმა შეიძინეს შეურაცხყოფელი ხასიათი, შედგა ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოფმები და წარედგინა თბილისის საქალაქო სასამართლოს. დღევანდელი მონაცემებით აღნიშნული პირების რაოდენობა არის 18, ამასთან სამართალდარღვევის ფაქტები არის დაახლოებით 40-მდე. დასრულდა დაახლოებით 4 საქმე. ჩვენ შეიძლება ვქონდეს სხვადასხვა პოლიტიკური შეხედულება, განსხვავებული მოსაზრებები სხვადასხვა საკითხთან დაკავშირებით, მაგრამ ეს არ ნიშნავს იმას, რომ ერთმანეთს შეურაცხყოფები ვაყენოთ, ფიზიკურად გავუსწორდეთ და ასე შემდეგ, ასე შემდეგ. კატეგორიულად მიუღებელი უნდა შევძლოთ ერთმანეთის აზრის მოსმენა, მიუხედავად იმისა, რომ გქონდეს განსხვავებული მოსაზრებები და უნდა გქონდეს ერთმანეთის პატივისცემა, სიყვარულს ერთმანეთის მიმართ არავინ არ ითხოვს. რასაკვირველია, რომ არ მისცეს საშუალება პროცესებს განვითარდეს აგრესიული მიმართულებით, სახელმწიფოები ღებულობენ ზომებს. მათ შორის არის ზომები აი ამ აგრესიისგან დასაცავად. ეს არის ფსიქოლოგიური ტერორი, რასაკვირველია, არც ერთი მიმართულებით ამას ადგილი არ უნდა ქონდეს. სულ ეხლახანს გაასამართლეს არაერთი ადამიანი, თუნდაც გერმანიაში. ევროპულ ქვეყნებში ჩამოთვლილია სტატისტიკა, ვიცით რა ხდება, ვიცით როგორი კანონებია შემოღებული. ჩვენ ცივილიზებული სამყაროდან ვიღებთ მაგალითებს, მათ შორის, რა თქმა უნდა, შეერთებული შტატებიდან ყოველთვის ავიღებთ მაგალითებს, რომ საქართველოში ზიზღის პოლიტიკა დასრულდეს. ეს ჩვეულებრივი ერთი და იგივე ხელწერაა. ჩვენ ხო ხედავთ, ამერიკაში დააკავეს პიროვნება, რომელიც ნიღბებს ურიგებდა აქციებზე ადამიანს და წაუყენეს ბრალი სამოქალაქო დაპირისპირების განხეთქილების შეტანაში.
შინაგან საქმეთა მინისტრი ოფიციალური ვიზიტით აზერბაიჯანის რესპუბლიკაში გაემგზავრა. ვიზიტის ფარგლებში მინისტრი აზერბაიჯანელ კოლეგასთან გამართავს შეხვედრას. მხარეები განიხილავენ ორ ქვეყანას შორის სამართალდაცვით სფეროში არსებულ პარტნიორობასა და თანამშრომლობის გაღრმავების საკითხებს. დელეგაციაში იმყოფებიან მინისტრის მოადგილე და ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის დირექტორი. პარლამენტის თავმჯდომარე ბრიტანეთის საელჩოს მიმართავს გაასაჯაროს ინფორმაცია, ვის და რა თანხით აფინანსებდა დიპლომატიური წარმომადგენლობა 2024 წლის საპარლამენტო არჩევნებთან დაკავშირებით. მმართველი გუნდი გრანტების არამიზნობრივი ხარჯვის მაგალითებზე ამახვილებს ყურადღებას. უმრავლესობის წევრები აცხადებენ, რომ უცხოური დაფინანსება არასამთავრობოების გავლით ხშირ შემთხვევაში ქვეყანაში დესტრუქციას ხმარდებოდა. ბრიტანეთის საელჩოს განცხადების შემდეგ გამჟღავნდა, რომ საელჩო აპირებდა ადგილობრივი არჩევნების ჩაშლის გაცხადებული მიზნის მქონე პარტიული პროპაგანდის და ექსტრემისტი პოლიტიკოსების დაფინანსებას, რაც ამყარებს ეჭვს, რომ ეს არ იყო პროპაგანდისა და ექსტრემიზმის დაფინანსების პირველი მცდელობა. მიუმართავ ბრიტანეთის საელჩოს გაასაჯაროოს, ვის და რა თანხით აფინანსებდა 2024 წლის საპარლამენტო არჩევნებთან დაკავშირებით და ვის და რა თანხით აფინანსებს დღეს. ასევე მიუმართავ ყველას, ვისაც შესაძლოა ჰქონდეს რაიმე ინფორმაცია ბრიტანეთის საელჩოს დაფინანსებებთან დაკავშირებით მომაწოდოთ ეს ინფორმაცია. ჩვენ წარსული გამოცდილებიდან არაერთხელ ვნახეთ, რომ ერთი შეხედვით კეთილშობილური გაცხადებული მიზნების უკან აი ეს დაფინანსება, ცალკეული უცხოური დაფინანსება ხმარდებოდა ისეთ მიზანს, რომელიც არ იყო გათვალისწინებული რეალურად საგრანტო ხელშეკრულებებში. ის 4 ორგანიზაცია, რაც ჩვენ ვიხილეთ, ასევე ნათლად გამოჩნდა, რომ პირდაპირ გამიზნული მიზანი ჰქონდათ, რომ დაფინანსება გაცემულიყო ისეთ ორგანიზაციებზე, რომლებიც პირდაპირ მათი მიზანი იყო არჩევნების ჩაშლა. ამიტომ ბუნებრივია, რომ ჩნდება კითხვები არა მარტო ამ დაფინანსებასთან, არამედ სხვა დაფინანსებებთან დაკავშირებით. საელჩო იქნება თუ ნებისმიერი დამფინანსებელი, უნდა აქვეყნებდეს ინფორმაციას შემოსული თანხის ოდენობის და დაფინანსებული პროგრამების და პროექტების თაობაზე. თითქოს ელემენტარულია, მაგრამ დაუკვირდით, რამხელა რესურსი გროვდება ექსტრემიზმის განვითარების სცენარის დასაფინანსებლად. ეს ხომ ვიხილეთ ყველაფერი და დღის წესრიგიდან ნებისმიერი შეკითხვა, ნებისმიერი პრობლემა მოიხსნება გამჭვირვალეობის შემთხვევაში. ძირითადად თანხები, რომელიც შემოდიოდა უცხოეთიდან, ეგრეთ წოდებული არასამთავრობო ორგანიზაციების გავლით, რა თქმა უნდა, ხმარდებოდა ქვეყანაში რევოლუციის მოწყობა. კი ეს იფუთებოდა იმით, რომ ვიღაცა ვითომ რაღაც კეთილ პროექტს აკეთებდა, ვიღაცებს ეხმარებოდა, მაგრამ 90% თანხების მიდიოდა რევოლუციურ სცენარში, მიდიოდა ზიზღის კამპანიაში, საზოგადოების გახლეჩვის მცდელობაში, პოლარიზაციის გაღრმავებაში, ეს არის მოცემულობა და რეალობა სამწუხაროდ. აქცია გაიმართა პოლონეთის საელჩოსთან დიპლომატიურ წარმომადგენლობასთან შეკრებილებმა დონალდ ტუსკის განცხადება გააპროტესტეს. აქციის მონაწილეების თქმით, პოლონეთის პრემიერ-მინისტრმა ქართულ ხალხს ბოდიში უნდა მოუხადოს, რადგან მუქარის და შანტაჟის ენით საუბარი მიუღებელია. ჩვენ აქ შევიკრიბეთ საელჩოსთან, რომ დაგვებარებინა და გაგვდაგვესა ჩვენი ქართველი ახალგაზრდების ჯანსაღი აზრი, რომ მიშა სააკაშვილის ძმაკაცმა, ჯიბის კაცმა, დონალდ ტუსკმა შეურაცხყოფა მიაყენა ქართულ ხალხს, სახელმწიფოსაც, ქვეყანასაც თავისი შანტაჟის ენის ლაპარაკის გამო, მუქარის ენის ლაპარაკის გამო და დაუმსახურებელი ამ შანტაჟის ენის და მუქარის ენის ლაპარაკის გამო ქართულ ხალხს და მთლიან საზოგადოებას უნდა მოუხადოს უბრალოდ ბოდიში. ახალგაზრდები შევიკრიბეთ იმისთვის, რომ მან მოგვიხადოს ბოდიში. ჩვენ მეგობრობთ პოლონელ ხალხთან, თუმცა მათი მთავრობა ტრობს საქართველოს და არ გამოხატავს ხალხის ნებას. ჩვენ პოლონელი ხალხის მიმართ გვაქვს პატივისცემა, ჩვენ მათთან გვაქვს მეგობრული ურთიერთობა, ხოლო მათი პრემიერ-მინისტრის განცხადება არის ქართველი ხალხის უბრალოდ დაცინვა და ქართველი ხალხის მიმართ წინააღმდეგ მიმართული ქმედება, რაც უბრალოდ არ არის მეგობრული განწყობა და შესაბამისად ჩვენთვის ეს არის მიუღებელი. პოლონეთის პრემიერის განცხადება მიუღებელია მმართველი გუნდისთვის. ქართული ოცნების წარმომადგენლები ამბობენ, რომ ეს უსამართლო დამოკიდებულებაა და დასავლეთს მოუწოდებენ ვიზა ლიბერალიზაციის საკითხი პოლიტიკური იარაღად არ გამოიყენონ. ტუსკის განცხადებას აფასებენ ოპოზიციაში. შეგახსენებთ, პოლონეთის პრემიერ-მინისტრმა განაცხადა, რომ ევროკავშირის წევრ სახელმწიფოებთან საქართველოს უვიზო მიმოსვლის შეზღუდვას ან შეჩერებას ლობირებს. ტუსკის ინიციატივები არ გვაინტერესებს, ჩვენს გვაქვს ჩვენი ინიციატივები. დონალდ ტუსკს აქვს თავისი საქმე. რას გააკეთებს, რა ინიციატივა ექნება დონალდ ტუსკს,
ეს ჩვენ არ გვეხება რა დააშავა საქართველოს ხო ქართულმა ხალხმა რომ ეს დამოკიდებულება იყოს ჩვენ ვიცავთ ჩვენს ქვეყანას არავის არ ვერჩით ვართ თავდაცვის რეჟიმში რომ დავიცვათ ჩვენი ქვეყანა და საკუთარი ხალხი და ამ განცხადებებიდან იკვეთება რომ თურმე ეს ყოფილა დანაშაული რომ ქვეყანა დაიცვა საკუთარი ინტერესები არ გაჩაღდა მეორე ფრონტი და არ შეუერთდა სანქციებს პოლონეთის პრემიერ-მინისტრის განცხადება არის სუფთა პოლიტიკური სპეკულაცია, ვინაიდან ვიზა ლიბერალიზაციას აქვს თავისი ტექნიკური მახასიათებლები და თითოეულ ამ ტექნიკურ ბლოკში საქართველოს არის პირნათად ასრულებს თავის მოვალეობას. ამიტომ მე ვთხოვ და მოუწოდებ ყველას, რომ თავი შეიკავოს პოლიტიკური სპეკულაციებისგან და ვიზა ლიბერალიზაციის თემას, რომელიც არის მთელი მოსახლეობის მონაპოვარი, ნუ გამოიყენებენ პოლიტიკურ იარაღად. დღეს პოლონეთის საელჩოსთან გაიმართა აქცია სამართლიანად. და კიდევ ერთხელ მე მხარს უჭერ იმ ახალგაზრდებს და იმ საზოგადოებას, ვინც გაიმართა და სწორია ეს მიდგომა. ესე იგი რა გამოჩნდა, რომ ესე იგი ვიზა ლიბერალიზაცია, კანდიდატის სტატუსი, მოლაპარაკებების გახსნა, ჩვენ ხო გავიარეთ, ეს არის ინსტრუმენტი შანტაჟის. მუქ არის. თუ მათ ნებას არ დავყვებით და სახელმწიფო ინტერესებს დავთვალოთ, მაშინ შეგვინარჩუნებენ თუ არა და აი ბერკეტია და მუქარა. არ გავატარებთ ამას. ჩვენ ესეთი მუქარები ვერ მოგვისმენია. ღირსებით მივიღეთ კანდიდატის სტატუსი და ასე გავაგრძელებთ მომავალში. სამცხე ჯავახეთის მხარის რწმუნებული საპარატის ხელმძღვანელმა მუნიციპალიტეტში ვიზიტით მყოფ ესტონეთის ელჩს კრიტიკული განცხადებით მიმართა. გიორგი მიქელაძემ ესტონეთი ორმაგ სტანდარტებსა და საქართველოს მიმართ უსამართლო დამოკიდებულებაში დაადანაშაულა. დიპლომატია წარმოებულია მაშინ, რა თქმა უნდა, როდესაც ეს ყველაფერი დაფუძნებულია სამართლიანობაზე, ურთიერთობების თემაზე, ყველაფერი დაფუძნებულია მშვიდობიანობის პრინციპებზე, ეს ყველაფერი ამსახურება დაანახებს საკუთარი სტანდარტები. სამწუხაროდ ამ ბოლო პერიოდში არაერთი აღნიშნული და აქედან გამომდინარე აღნიშნა რომ ყველა ეს აქტივობა, ყველა ეს სახელმწიფო, რომელიც ასეთი უსამართლო და მოთხოვნები და ორმაგი სტანდარტებით სარგებლობს აღნიშნული აზარალოს შედეგს ასევე იმ სახელმწიფოს სტატუსს და იმ სახელმწიფოს იმიჯს ადგილობრივ მოსახლეობაში. ესტონეთის ელჩს რა ეგონა ვერ გავიგე ახლა რომ ლანძღავს საქართველოს მისი ქვეყნის ხელისუფლება და თვითონაც რომ ამ პოზიციაზეა რომ საქართველოს ომს უსურვებს იქ რო ჩავიდო და ახალციხეში ან ნებისმიერ რეგიონში რო ჩავა რა გონია ახლა მადლობას გადაუხდია თუ მარტო თბილისი გონია საქართველოს და გონია რომ რეგიონებში ვერ ხედავს ქართული საზოგადოება იგივე ესტონეთის ხელისუფლება როგორ იბრძვის იმისთვის რომ საქართველოში ომი და უბედურება იყოს და LGBT პროპაგანდა დააკანონოს აბსოლუტურად სწორი სამართლიანი და ლოგიკური შენიშვნა იყო რეგიონის მხარის ერთ-ერთი წარმოადგენლის მხრიდან რომელიც არ არის რა თქმა უნდა მხოლოდ მისი პოზიცია ეს არის ასევე იმ რეგიონის პოზიცია და ზოგადად საქართველოს პოზიცია ბალტიის ქვეყნები ძალიან ხშირად აკეთებენ სიცრუეზე ტყუილზე დაფუძნებულ განცხადებებს იღებენ ამ ტიპის გადაწყვეტილებებს ჩვეულებრივი ორმაგი სტანდარტია როდესაც შენ გესაუბრებიან არჩევნებზე მაშინ როდესაც არჩევნები ქვეყანაში პირობითად ვიძახ ერთი მაგალითი მომყავს ჩატარდა მართლა საუკეთესოდ თუ გადავხედავთ გასულ წლებს ჩატარდა ელექტრონულად ამ არჩევნებს უწოდებენ სულს პრობლემებს და ნახეთ თავიანთ ქვეყანაში რა მდგომარეობა აქვს თუნდაც არჩევნების მიმართულებით ავიღოთ რუმინეთიც ესეც კარგი მაგალითია არჩევნების შედეგი გააუქმეს არაწყობდათ ის შედეგი რაც დგებოდა და გააუქმეს ჩვენ ხო ეგეთი ევროპა და ეგეთი დემოკრატია არ გვსურს ჩვენ გვინდა ნამდვილი დემოკრატია და ნამდვილი ევროპა კონკრეტულად თანამდებობის პირმა ძალიან ძილობიანად ყოველგვარი ეთიკის დაცვით ორმაგ სტანდარტზე მიანიშნა ესტონეთის ელჩს და ესტონეთის ზოგადად ბალტიისპირეთის ქვეყნებიდან ის პოლიტიკა რომელსაც სამწუხაროდ ჩვენ თვალს ვადევნებთ საქართველოში ბუნებრივია რომ იწვევს საზოგადოების რეაქციას და ამ შემთხვევაში მართლაც ძალიან ობიექტურად არის გასაგები ამ კონკრეტული თანამდებობის პირის რეაქცია ესტონეთის ელჩთან მიმართებით, როდესაც ძალიან მკაფიოდ ითქვა, გამოითქვა წუხილი იმ არასწორ და არაობიექტურ დამოკიდებულებაზე, რომელიც არის სამწუხაროდ ამ ქვეყნიდან საქართველოსთან მიმართებით. პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილე შერჩევით მიდგომაზე წერს ნინო წილოსანი ეხმიანება ლოს-ანჯელესში დაკავების ფაქტს ამერიკის შეერთებულ შტატებში ერთი პირი დააპატიმრეს, რომელიც დემონსტრანტებს ნიღბებს ურიგებდა.
ლოს-ანჯელესში დააკავეს ადამიანი, რომელიც დემონსტრანტებს ნიღბებს ურიგებდა. იმ დემონსტრანტებს, რომლებიც არეულობის გამოწვევასა და აჯანყების მოწყობას ცდილობდნენ. ალბათ ყველას გახსოვთ ჩვენთან საქართველოში როგორ ღიად და ურცხვად დეკლარირებდნენ, ვინ ამარაგებდა აქციის მონაწილეებს აირწინაღებით, საბრძოლო მასალით და სხვა საშუალებებით. ფაქტია, იცოდნენ, რომ არ დაისჯებოდნენ და სარგებლობდნენ ერთგვარი გარედან დაცვის იმუნიტეტით. ეს კიდევ ერთი ფაქტი, თუ როგორ მუშაობს დემოკრატია და სახელმწიფოს უსაფრთხოების დაცვის სისტემები სხვა ქვეყანაში და როგორ ეწინააღმდეგებიან იმავეს ჩვენთან. 13 ივნისის ტრაგედიიდან 10 წელი გავიდა 2015 წელს თბილისში მდინარე ვერეს ადიდებას 21 ადამიანი შეეწირა, 2 უგზო-უკლოდ დაიკარგა, დაზარალდა ასობით ადამიანი. სტიქიის დროს დაღუპულთა ხსოვნას პატივი მიაგეს დედაქალაქის მერმა და საკრებულოს თავმჯდომარემ კახაკალაძემ და ზურაბ აბაშიძემ ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებთან ერთად მემორიალი ყვავილებით შეამკეს. სასულიერო პირებმა გარდაცვლილთა სულის მოსახსენიებელი პანაშვიდი გადაიხადეს. უსამძიმრებ ამ ადამიანების ოჯახებს, მათ ახლობებს, მართლაც ძალიან მძიმე იყო თუ გავიხსენებთ რა ხდებოდა 13 ივნისს 2015 წლის. პოზიტივი რაც იყო, ეს იყო ერთიანობა, ერთობა, სადაც ყველა დიდი და პატარა გაერთიანდა იმისთვის, რომ ხარში დადგმოდა ჩვენს დედაქალაქს და მთელ მსოფლიოს დავანახეთ თუ რა შეუძლია ერთობას. 10 წელი შესრულდა იმ ტრაგედიიდან, რომელიც დატრიალდა 2015 წლის 13 ივნისს ჩვენ დედაქალაქში, რომელსაც შეეწირა 21 ადამიანის სიცოცხლე. ჩვენ შევიკრიბეთ აქ, რომ პატივი მივაგოთ მათ ხსოვნას. ერთგულობის დემონსტრირება იყო ჩვენ დედაქალაქში, ზოგადად საქართველოში. ვიმედოვნებ, რომ მარტო ტრაგედიები არ უნდა გვაერთიანებდეს ჩვენ ერთს. წლების მანძილზე გარდა მადლობისას არაფერს არ ვლაპარაკობთ სხვას. მადლობა მინდა ყველას გადაგიხადოთ. მადლობა მინდა ამ ტრაგედიის გაზიარება, ჩვენი მწუხარების გაზიარებისათვის. 13 ივნისის სტიქიის დროს დაღუპული ზურაბ მუზაშვილის ხსოვნას პატივი მიაგეს მეხანძრე მაშველებმა. ისინი 2015 წლის 13 ივნისის სტიქიის დროს გმირულად დაღუპული მეხანძრე მაშველის მშობლიურ სოფელ აღაიანში იმყოფებოდნენ. გარდაცვლილი კოლეგის ოჯახი მოინახულეს და გმირი მაშველის სახელობის მემორიალი გვირგვინით შეამკეს. ზურაბ მუზაშვილმა სტიქიის დროს 6 ადამიანი გადაარჩინა, თავად კი წყლიდან გამოსვლა ვეღარ მოახერხა. ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენის, შენახვის და გასაღების ფაქტზე ბრალდებულს 14 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა. თბილისის საქალაქო სასამართლომ სრულად გაიზიარა პროკურატურის მიერ წარდგენილი მტკიცებულებები. დადგინდა, რომ ბრალდებულმა უკანონოდ შეიძინა და ინახავდა ნარკოტიკულ საშუალება ჰეროინს, რომლის რეალიზაციასაც ეწეოდა. სასამართლოში გამოკვლეული მტკიცებულებები დადგინდა, რომ ბრალდებულმა, რომელიც ასევე ნარკოტიკული დანაშაულისთვის იყო ნასამართლები, უკანონოდ შეიძინა ნარკოტიკული საშუალება ჰეროინი, რომლის რეალიზაციასაც ახორციელებდა. რაც შეეხება მტკიცებულებებს, ბრალდების მხარემ გამოიკულა სასამართლოს წინაშე მათ შორის სხვა მტკიცებულებებთან ერთად ფარული საგამოძიებო მოქმედების შედეგად მოპოვებული აუდიო-ვიდეო ჩანაწერი, რომელიც რამდენიმე ეპიზოდად არის განხორციელებული და სწორედ აღნიშნულ ჩანაწერებში ნათლად ჩანს, რომ ბრალდებული ახორციელებდა სწორედ ნარკოტიკული საშუალების რეალიზაციას. 2025 წლის იანვარ-მაისში საქართველოში საქონლით საგარეო სავაჭრო ბრუნვამ 10 მილიარდამდე დოლარი შეადგინა. სტატისტიკის ეროვნული სამსახურის ცნობით, ეს მაჩვენებელი გასული წლის ანალოგიურ პერიოდს 13.3%-ით აღემატება. საქსტატის ინფორმაციით, წლის პირველ 5 თვეში გაზრდილია როგორც ექსპორტი, ისე იმპორტი. მიმდინარე წლის პირველი 5 თვის მდგომარეობით საქართველოში საქონლით საგარეო ვაჭრობის ბრუნვამ 9 მილიარდ 790 მილიონ დოლარს გადააჭარბა, რაც 13.3%-ით აღემატება წინა წლის შესაბამის მაჩვენებელს. რაც შეეხება ექსპორტსა და იმპორტის მაჩვენებელს, ექსპორტი ნაჭარბებს 2 მილიარდ 595 მილიონ დოლარს, ხოლო იმპორტი 7 მილიარდ 190 მილიონ დოლარს. რაც იმას ნიშნავს, რომ ორივე მიმართულებით გვაქვს ზრდა, ექსპორტი 14.6%-ით, ხოლო იმპორტი 12.8%-ით აღემატება წინა წლის ანალოგიურ მაჩვენებელს. მაისის თვეში ექსპორტის დაახლოებით 16%-იანი ზრდა დაფიქსირდა და ექსპორტის მოცულობა 580 მილიონ დოლარს გადააჭარბა. აღსანიშნავია, რომ იანვარ-მაისის მაჩვენებლებით ექსპორტი რეკორდულ ოდენობაზე ფიქსირდება, ასევე რეკორდულია საგარეო სავაჭრო ბრუნვა, რომელიც
დაახლოებით 13.3% არის გაზრდილი იანვარ-მაისის მაჩვენებლებით და 9.7 მილიარდ დოლარს აჭარბებს. გამოქვეყნდა საგარეო ვაჭრობის მონაცემები, ექსპორტი არის ახალი ისტორიულ მაქსიმუმზე, 580 მილიონი დოლარია, მაისისთვის ახალი ისტორიული მაქსიმუმია და კარგად აჩვენებს ეკონომიკური ზრდის პროცესებს საქართველოში იზრდება ექსპორტი, იზრდება ეკონომიკა და ჩვენ ძლიერ შედეგებს ველოდებით წლის ბოლოსათვისაც. აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარემ პარლამენტის თავმჯდომარის პირველ მოადგილესთან ერთად სამცხე-ჯავახეთისა და საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის სტუდენტებს ეროვნულ გალერეაში ალექსანდრე შარვაშიძის ნამუშევრების გამოფენაზე უმასპინძლა. სტუდენტები საგამოფენო სივრცეში შარვაშიძეების საგვარეულოს 3 გამორჩეული წარმომადგენლის ცხოვრებას, შემოქმედებას და უნიკალურ მემკვიდრეობას გაეცნენ. პროექტი უკავშირდება სამშვიდობო ინიციატივებს, მათ ჩართულობას ამ პროცესში და აფხაზეთის მთავრობა აქტიურად დაუჭერს მხარს საომავლოდ მსგავს ინიციატივებს. დარწმუნებული ვარ, რომ მათი აი ამ ხშირი ჩართულობით ესეთ მსგავს პროექტებში აუცილებლად მიიღწევა ის მნიშვნელოვანი შედეგი, რომელიც ქვეყნის მთავარი პრიორიტეტია. ალექსანდრე შარვაშიძე არის ერთ-ერთი გამოხატულება იმისა, რაც წარმოადგენს ქართულად მოაზროვნე აფხაზის ცხოვრება. მშვიდობის სწავლებას რასაკვირველია თან უნდა ახდეს არა მხოლოდ ენთუზიაზმი, მხოლოდ მონდომება, არამედ ისეთი საინტერესო ლექციებიც, როგორც დღეს აფხაზეთის კულტურის სამინისტროს წარმომადგენელმა შემოგთავაზა. ბარაჩველები დღე გამოვიდა, დარწმუნებული ვარ, რომ ეს ერთი კიდენ აბიჯი იქნება მომავლისთვის ჩვენს აფხაზ ძმებთან ერთად თანაცხოვრების, კეთილდღეობისა და ქვეყნის გაერთიანების გზაზე. იმერეთში გემოფესტი დაიწყო 3 დღის განმავლობაში. ფესტივალზე მისულ სტუმრებს იმერული კერძების და ღვინის გასინჯვა შეეძლებათ. ფესტივალი ვერიკო ანჯაფარიძის სკვერის მიმდებარედ იმართება, სადაც სხვადასხვა სივრცეებია წარმოდგენილი: კვების ზონა, სამეწარმეო და ღვინის მარკეტი, ასევე აგროზონა და ბავშვთა გასართობი სივრცეები. სახამოს კი კონცერტი გაიმართება. ქუთაისში ვერიკო ანჯაფარიძის სკვერში გვაქვს გემოფესტი, ველოდებით ძალიან ბევრ სტუმარს. აღსანიშნავია ნამდვილად ის ფაქტი, რომ წელს ახალი მონაწილეები გვყავს. დაახლოებით 50-მდე მონაწილეა მთლიანად კვების, ღვინის ობიექტები და სამეწარმეო დახლები, ასევე არის ბავშვების სივრცე მოწყობილი. უნდა აღინიშნოს, რომ ქუთაისში განსაკუთრებულია ყოველ წელს გემოფესტი, ძალიან ბევრი მოგზაური არის. წარმოდგენილი ვართ იმერული კუპატით, რომელიც გავასწრით ფუდეთ და ასევე ლეჩხუმური ლორი დავაძმობილეთ იმერულ მწვანელობიოს შაშკვლავთან ერთად და ადამიანებს გვინდა რომ ყველას გავასინჯოთ იმერული კერძები, რომლებიც იქნება აბსოლუტურად სხვანაირი ფორმაციით, მოდერნიზებული. აპოლონ ქუთათელაძის სახელობის თბილისის სახელმწიფო სამხატვრო აკადემიისა და ავსტრიის ზალცბურგის გამოყენებით მეცნიერებათა უნივერსიტეტის თანამშრომლობით გამართული დიზაინის საერთაშორისო კვირეული დასრულდა. პროექტში მონაწილეობა მიიღეს 5 ქვეყნის: ავსტრიის, გერმანიის, ჩეხეთის, თურქეთის და საქართველოს უმაღლესმა სასწავლებლებმა. საერთაშორისო სემინარები გაიმართა ბათუმსა და თბილისში. კვირეულის წლევანდელი თემაა ქართული სუფრის ატრიბუტები, რომელიც მიზნად ისახავს საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის თანამედროვე ინტერპრეტაციას და საერთაშორისო დიზაინ პლატფორმაზე. ღონისძიებაში მონაწილეობას იღებდა 70 სტუდენტი და პროფესორი. ამ სემინარზე 5 სხვადასხვა ქვეყნის უნივერსიტეტია წარმოდგენილი. ისინი საქართველოსთვის ძალიან ტრადიციულ თემაზე, სუფრაზე მუშაობენ. ძირითადად სახვითი ხელოვნების, დიზაინისა და კრეატიული ტექნოლოგიების სტუდენტები არიან. ამიტომ გადავწყვიტეთ, რომ მათ ახალი, თანამედროვე და ინოვაციური აქსესუარები შეექმნათ ქართული სუფრისთვის. სტუდენტები ძალიან მოხარულები არიან, მათ უყვართ საქართველო. მუშაობენ ახალ მასალებზე და შედეგებითაც ბედნიერები არიან. ძალიან მნიშვნელოვანი ვორქშოპი ჩატარდა, რომელიც წლებია უკვე ტრადიციად იქცა და ეს ვითარდება რა და დღეს არის შედეგი იმისი ამ თანამშრომლობის, რომელიც ძალიან მნიშვნელოვანია ჩვენი სტუდენტებისთვის. უპრეცედენტო რაოდენობა მიიღო მონაწილეობა სტუდენტების და პედაგოგების და 5 უმაღლესი სასწავლებელი იყო ევროპიდან და თურქეთიდან, თავისი სტუდენტები, თავისი მასწავლებლებით და შედეგიც მე მგონი ძალიან კარგი გამოვიდა. და ისევ საქართველოს თავდაცვის სამინისტროს არმიხოლში სამეთაურო საშტაბო კოლეჯის სამეთაურო საშტაბო კურსის მე-14 გამოშვების საზეიმო ცერემონია გაიმართა. ღონისძიებას თავდაცვის მინისტრის მოადგილე გრიგოლ გიორგაძე, თავდაცვის ძალების მეთაურის მოადგილეები და თავდაცვის უწყების სხვა წარმომადგენლები დაესწრნენ. კურსდამთავრებულებს დიპლომები და სასაჩუქრე დაფები გადაეცათ.
თავდაცვის სამინისტროს ერთ-ერთი უმთავრესი პრიორიტეტი სწორედ სამხედრო განათლებაა. კვალიფიციური და პროფესიონალი სამხედრო ნიშნავს ძლიერ თავდაცვის ძალებს. სამხედრო განათლების ერთ-ერთი მნიშვნელოვანი კომპონენტი სწორედ სამეთაურო საშტაბო კოლეჯია. ის არის თავდაცვის ძალებში სამხედრო განათლების შუალედური საფეხური და მოხარული ვარ, რომ კოლეჯმა წლების განმავლობაში თავისი მაღალი დონის სასწავლო პროგრამებით მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანა ჩვენი ჯარის გაძლიერებასა და განვითარებაში. ჩემთვის დიდი პატივია და ამავე დროს დიდი პასუხისმგებლობა მეთაურობდე სამეთაურო საშტაბო კოლეჯს, რომლის უმთავრესი ამოცანა თავდაცვის ძალების ოფიცერთა შემადგენლობისათვის ისეთი სამხედრო პროფესიული შუალედური განათლებით უზრუნველყოფაა, რომელიც ხელს უწყობს ოფიცერთა პროფესიულ და ანალიტიკურ უნარჩვევების ამაღლებას თავდაცვისა და უსაფრთხოების საკითხებში ტაქტიკურ, ოპერატიულ და სტრატეგიულ დონეზე. ვისწავლეთ ტაქტიკური, ოპერატიული და გარკვეული დოზის სტრატეგიული დონის საკითხები. სხვადასხვა როლში ვასრულებდით სამხედრო დაგეგმარების პროცესს. პროგრამა იყო საკმაოდ დატვირთული და ამდენადვე საინტერესო. წარმატებებს უსურვებ ყველა კურსდამთავრებელს. ახლა რეკლამის დროა, რეკლამის შემდეგ ეთერს განაგზობს ნათია სორგია სტუმრებთან ერთად. დროებით.